ამერიკული New York Post-ი წერს, რომ თეირანი ნაღმებით აღჭურვილი დელფინების გამოყენებას განიხილავს, რათა ჰორმუზის სრუტეში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო გემებზე კამიკაძე თავდასხმები მოაწყოს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამხედროები გაწვრთნილი საბრძოლო დელფინების გამოყენებაზე ფიქრობენ. 2000 წელს ირანმა ყოფილი საბჭოთა კავშირისგან შეიძინა დელფინები, რომლებიც მომზადებულები არიან სამხედრო ამოცანებისთვის. ითხოვინებოდა მაშინ BBC. ცხოველებს წვრთნიან ისლამური რესპუბლიკის მტრების წინააღმდეგ, მათ ზურგზე დამაგრებული ჰარპუნების საშუალებით. ასევე მათ ასწავლიდნენ კამიკაძე შეტევების მოწყობას ნაღმების გადატანით მოწინააღმდეგის გემზე თავდასხმისთვის. გაზეთი წერს, რომ დელფინების გარდა ისლამური რესპუბლიკის გუშაქთა კორპუსის არსენალში არის ასევე წყალქვეშა ნავები, რომლებიც ამერიკელებს არ გაუნადგურებიათ. წყაროების მონაცემებით თეირან შეუძლია ასევე წყალქვეშა ნავები ამ რაიონისკენ მიმართოს. გუშაქთა კორპუსი უკვე დაიმუქრა იმ საკვანძო საკომუნიკაციო კაბელების გადაჭრით, რომლებიც სრუტეში გადის, რამაც შეიძლება გლობალური ინტერნეტ კავშირი დააზიანოს, რაც დაძაბულობას გაზრდის. ირანის ხელმძღვანელობაში სულ უფრო ხშირად მიდიან დასკვნამდე, რომ კონფლიქტის განახლება უფრო იაფი დაუჯდებათ, ვიდრე ხანგრძლივი ბლოკადის გაგრძელება, წერს New York Post-ი. ირანელები დასცინიან New York Post-ს ინფორმაციის გამო, თითქოს ირანი ჰორმუზის სრუტის განბლოკვისთვის საბრძოლო დელფინების გამოყენებას აპირებს. ზიმბაბვეში ირანის საელჩო წერს, ახალი ბრალდებები გაჩნდა. ბრალდება გულისხმობს ირანთან თანამშრომლობას და სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში აქტიურ ყოფნას. ზოგიერთი მედია საშუალების მონაცემებით, ახლახან ამერიკის ცენტრალურმა სარდლობამ ამ საქმეზე აღიარებითი ჩვენება მიიღო დელფინისგან, წერს საელჩო. Washington Post-ის ცნობით უმსხვილესი ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიები პენტაგონთან მუშაობას დათანხმდნენ. შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე 7 წამყვანმა კომპანიამ თავდაცვის უწყებასთან გააფორმა ხელშეკრულება საკუთარი ტექნოლოგიების დანერგვაზე პენტაგონის დახურულ კომპიუტერულ ქსელებში. უწყება გეგმავს მათ გამოყენებას მონაცემების ანალიზისთვის და ბრძოლის ველზე გადაწყვეტილების მიღებისას ხარისხის გაზრდისთვის. შეთანხმებების ფინანსური პირობები საიდუმლოა. გაზეთი წერს, რომ შეთანხმებები მას შემდეგ იქნა მიღწეული, რაც კონფლიქტი გაჩნდა მოხელეების და ანთროპიკის ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიას შორის თვალთვალის და ავტონომიური იარაღის გამო. ხელშეკრულების ნაწილის თანახმად პენტაგონი საკუთარ თავზე იღებს შეიარაღების სისტემაზე ადამიანური კონტროლის შენარჩუნებას და კანონების დაცვაზე, რომლებიც მიმართულია ამერიკელების უფლებების დაცვისკენ და უკანონო შიდა თვალთვალის დაუშვებლობისკენ. მანამდე ანთროპიკი გარანტიებს ითხოვდა, რომ მის ტექნოლოგიებს არ გამოიყენებდნენ ქვეყნის შიგნით მასობრივი თვალთვალისთვის, ან ითხოვდა სრულად ავტონომიური იარაღის სტატუსს. მაშინ პენტაგონში განაცხადეს, რომ მსგავს ნაბიჯზე ვერ წავიდოდნენ, რადგან ეს ფაქტობრივად აძლევდა კერძო კომპანიებს ვეტოს უფლებას გადაწყვეტილებებზე ეროვნული უსაფრთხოების სფეროში. ბრიტანული Financial Times-ი წერს, რომ მაღალი რანგის უკრაინელი მოხელეები ევროკავშირის და შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან ბოლოდროინდელ შეხვედრებზე აკრიტიკებდნენ ევროკომისიას გაფართოების საკითხზე და მოითხოვდნენ წევრობისთვის ვადების დაჩქარებას. ამან ევროპის დედაქალაქებში გაღიზიანება გამოიწვია. წევრობა საჩუქარი არ არის. შეიძლება კიევში ეს ბოლომდე ვერ გაუგიათ, განაცხადა ერთ-ერთმა ევროპელმა ჩინოსანმა. მაგრამ ევროკავშირში დათმობებზე არ მიდიან და განაგრძობენ უკრაინული მხარისთვის იმისკენ მითითებას, რომ რეფორმები შენელებული აქვთ და ზოგიერთ ვალდებულებას არ ასრულებენ. რეფორმების ტემპი უკრაინაში შემცირდა, განსაკუთრებით ისეთ საკვანძო სფეროებში, როგორებიცაა კანონის უზენაესობა და კორუფციასთან ბრძოლა. ევროკავშირის დიპლომატებმა და ოფიციალურმა პირებმა მიუთითეს კიევს, რომ ბოლო წლის განმავლობაში მათ გამოტოვებს იმ კანონების მიღების ვადები, რომლებიც უკრაინას მისცემდა დიდ წვდომას ევროკავშირის ბაზრებზე ენერგეტიკასა და წარმოებაში, წერს სტატიის ავტორი. თუკი დასავლეთი ამავე სულისკვეთებით იმოქმედებს, ჩვენ იტალიაში მოგვიწევს საფოსტო ეტლებით გადაადგილება, როგორც გოეთეს მე-18 საუკუნეში განაცხადა ალტერნატივა გერმანიისთვის პარტიის ფედერალურმა სპიკერმა ტინო ხრუპალამ, რომელმაც გააკრიტიკა გერმანიის და ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკა და მოითხოვა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენა.
გერმანია ინდუსტრიული ქვეყანაა. ენერგიის გარეშე არ იქნება წარმოება, სამუშაო კეთილდღეობა. ენერგია ძალიან ძვირია, მაგრამ პრობლემა უფრო ღრმაა. იქმნება ენერგიის დეფიციტის საფრთხე და ამ პრობლემის მიზეზები პოლიტიკურია. ფედერალურმა მთავრობამ გააჩერა ელექტროსადგურები და დაანგრია რუსეთთან ნავთობით და გაზით ვაჭრობა აგრესიული პოლიტიკით. ახლა უბედურება უკვე მოხდა. რუსეთი აჩერებს ყაზახური ნავთობის მიწოდებას დრუჟბის მილსადენის გავლით, რადგან ევროკავშირმა თავისი სანქციების მე-20 პაკეტით რუსეთს მტრობა გამოუცხადა. ევროკავშირი რუსეთს ენერგეტიკულ ვაჭრობას ასანქცირებს, რითაც გერმანელ მოქალაქეებს აყენებს დარტყმას. როიტერსის მონაცემებით ფედერალურ მთავრობას უნდა პოლონეთს სთხოვოს ყაზახური ნავთობის ჩანაცვლება. სწორედ პოლონეთს, რომელიც ჩვენგან მოითხოვს რეპარაციებს და რომელმაც ძალიან საეჭვო როლი შეასრულა ჩრდილოეთის ნაკადის აფეთქებაში. ეს არის სახელმწიფოებრივი პოლიტიკა. საერთაშორისო თვალსაზრისით ტრამპის და ნეთანიაჰუს უკანონო შეტევამ ირანზე გამოიწვია ნავთზე ფასების 2-ზე მეტად გაზრდა. ლუფთჰანზა აუქმებს 20,000 მოკლე რეისს, კეტავს რა თავის შვილობილ კომპანია CityLines დაგეგმილ ვადაზე ადრე. თუკი დასავლეთი ასეთ მოქმედებას განაგრძობს, ჩვენ იტალიაში ვივლით საპოსტო ეტლებით, როგორც გოეთე დადიოდა მე-18 საუკუნეში. ამის დაშვება არ შეიძლება. იმავდროულად ჩვენ გვჭირდება ენერგიის საბადოები. ამისთვის კი მთელ მსოფლიოსთან კარგი ურთიერთობები უნდა გქონდეს, რომ ვუზრუნველყოთ მშვიდობიანი ვაჭრობა ჩვენი მოქალაქეების ინტერესებისთვის. გაუქმეთ სანქციები და შეწყვიტეთ საომარი რიტორიკა რუსეთის მიმართ, განაცხადა გერმანელმა პოლიტიკოსმა. ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრ იტამარ ბენ-გვირს, რომლის ინიციატივითაც ქსენეტმა ტერორისტების სიკვდილით დასჯის კანონი მიიღო, ცოლმა დაბადების დღის დღეზე სახრჩობელათი მორთული ტორტი აჩუქა წარწერით. ულოცავთ მინისტრ ბენ-გვირს, ზოგჯერ ოცნებები ხდება. მანამდე სანამ კანონს კენჭს უყრიდნენ, ბენ-გვირს და მის მომხრეებს ზუსტად ასეთი ემბლემები ჰქონდათ მიმაგრებული პიჯაკების ლაცკანებზე. ბრიტანული გაზეთი გარდიანი წერს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავისთვის სასურველი ნარატივების პოპულარიზებისთვის კინოინდუსტრიას იყენებს, რომ ამისთვის საიდუმლო შეხვედრებს მართავს ევროპასა და შეერთებულ შტატებში კინოს და ტელევიზიის სცენარისტებთან, რეჟისორებთან და პროდიუსერებთან. ამით ის ცდილობს წვდომის მოპოვებას დიდ აუდიტორიაზე, რომ მათთან საკუთარი პროპაგანდა მიიტანოს. ალიანსი უკვე 3-ჯერ შეხვდა ინდუსტრიის წარმომადგენლებს ლოს-ანჯელესში, ბრიუსელსა და პარიზში და აპირებს დახურული საუბრების სერიის გაგრძელებას მომდევნო თვეში ლონდონში. ბრიტანეთის დედაქალაქში იგეგმება შეხვედრა ამ ქვეყნის სცენარისტების გილდიის წევრებთან, რომლებიც პროფესიონალ ავტორებს წარმოადგენენ. ლონდონში დაგეგმილი შეხვედრის გამო ზოგიერთი მიწვეული სტუმარი შეშფოთდა, რადგან გადაწყვიტა, რომ მათ ნატოს პროპაგანდაში წვლილი შეტანას თხოვენ. გამოცემის ინფორმაციით ამ შეხვედრების დროს იგეგმება ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე სიტუაციის განხილვა. ღონისძიებებში ალიანსის სხვა თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობს ნატოს ყოფილი წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი, რომელიც ახლა გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეა ჰიბრიდული საფრთხეების, კიბერუსაფრთხოების და ახალი ტექნოლოგიების დარგში. წერილის თანახმად, რომელსაც გამოცემა გაეცნო, უკვე გაჩნდა 3 ცალკეული პროექტი, რომლებიც ამა თუ იმ დოზით ამ საუბრების შედეგად დაიბადა. შეხვედრაზე მიწვეულმა ირლანდიელმა სცენარისტმა ალან ოჰორმანმა მსგავს ღონისძიებებს აღმაშფოთებელი და აშკარა პროპაგანდა უწოდა. აბსოლუტურად უადგილოდ და უცნაურად მომეჩვენა ამ ყველაფრის პოზიტიურ შესაძლებლობად მოწოდება. ბევრ ადამიანს, მათ შორის მეც, ყავს მეგობრები და ნათესავები ისეთ ქვეყნებში, რომლებიც ნატოში არ შედიან და დაზარალდნენ იმ ომებით, რომლებშიც ალიანსი მონაწილეობდა, თქვა მან. ოჰორმანის აზრით, ეს შეხვედრები წარმოადგენს ნატოს მცდელობას საკუთარ იდეებს პოპულარიზება გაუწიოს კინოსა და ტელევიზიის საშუალებით. ახლა ევროპაში ვრცელდება შიშის და თესვის ატმოსფერო. თითქოს ჩვენი თავდაცვა შესუსტებულია. იქმნება განცდა, რომ არსებობს ნაცრისფერი ზონა, სადაც მორალის კონტურები, წაშლილია ადამიანის უფლებები შეიძლება გაითელოს უმსხვილესი სიკეთის სახელით. მიწვეულ სტუმრებს აძლევენ ინფორმაციას სიმართლის ელფერით ისეთი სტრუქტურისგან, რომელსაც საზოგადოებასთან ურთიერთობა იშვიათად აქვს და სმენელსაც უჩნდება ამ ინფორმაციის წვდომის გამო პრივილეგირებულების განცდა, აღნიშნა სცენარისტმა. გარდიანი დაუკავშირდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, სადაც მას განუცხადეს, რომ შეხვედრები იმართება ინდუსტრიის წარმომადგენლების ინიციატივით, რომლებსაც აინტერესებთ ალიანსის მუშაობის სპეციფიკა და გულისხმობს დიალოგს ექსპერტებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.